ის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს წარმოადგენს. თათია, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩართვისთვის. თათია, თქვენმა ორგანიზაციამ გამოქვეყნა განცხადება და ერთგვარი მოწოდება იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოყვეს გიორგი ახობაძის გათავისუფლებას წესით სამართლებრივ სახელმწიფოში ეს ადამიანი 8 თვე უკანონოდ იყო ხომ პატიმრობაში. რა მიუთითებს სამართლებრივად მის წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებაზე და იმაზე, რომ ეს არ იყო რაღაც შემთხვევიდან ერთ გადაცდომა და უფრო სისტემური სახე ჰქონდა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დიახ, გიორგი ახობაძის საქმე და ის გადაწყვეტილება, რომელიც პრინციპში რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არ უნდა განვიხილოთ რაღაც ერთი იზოლირებული შემთხვევა. ეს არის საქმე, რომლის ანალოგიური საქმე პრინციპში, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, სხვა აქციების კონტექსტში დაკავებული პირების მიმართ არსებობს და მათ შორის არც მათ საქმეში ანალოგიურად გიორგი ახობაძის საქმის მსგავსად არ არსებობს ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ კონტექსტში, მათ შორის გიორგი ახობაძის საქმეზე, ისევე როგორც ამ თვალსაზრისით სხვა მსგავს საქმეებზე, პრინციპში ყველა შემთხვევაში აბსოლუტურად დაცვის მხარე დასაწყისშივე საუბრობდა იმაზე, რომ არ იყო საქმეში ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება. ჩვენი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ამ პროცესების მონიტორინგს ეწევა და აკვირდება და ასევე ადვოკატებისგანაც, რა თქმა უნდა, გვაქვს ხომ შესაბამისი ინფორმაციები და საზოგადოებასაც აქვს ეს ინფორმაცია და მათ შორის იქამდე განსაკუთრებით, სანამ სასამართლოს ხდომები იყო საჯარო და მიდიოდა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად იყო ხო ნათელი რა ხდებოდა უშუალოდ სასამართლო პროცესებზე. ჩვენ რა ვნახეთ? ჩვენ ისედაც მთელი ამ 8 თვის განმავლობაში პრინციპში ვიცოდით სწორედ აი ამ სასამართლო პროცესებზე დაკვირვებით ადვოკატების მოწოდებული ინფორმაციით, რომ საქმეში არ იყო არანაირი ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება, არც საუბარი იყო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც საუბრობდნენ აი ამ მძიმე დანაშაულის არსებობაზე კონკრეტული პირის მისამართით, თუმცა შემოიფარგლებოდა ეს მტკიცებულებები მხოლოდ აი მოწმეთა ჩვენებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ აი მსგავსი ტიპის საქმეზე არ შეიძლება რომ საქმეში არ არსებობდეს ხო ნეიტრალური მტკიცებულება. მათ შორის გიორგი ახობაძის საქმეზე ჩვენ ვერ ვნახეთ მათ შორის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ დიახ, როდესაც ხდებოდა ჭრეკა ამოღება, ნამდვილად მოხდა ნარკოტიკული საშუალების ამოღება და ასე შემდეგ, ხო? ეს ერთი შესაბამისად ჩვენ რატომ ვამბობთ ხა საინტერესო ის არის რატომ აქვს ამ სისტემური ხასიათი და რატომ არ არის ეს რაღაც მაგალითად პროკურატურის გადაცდომა ასე ვთქვათ ხო მხოლოდ იმიტომ რომ საქმეში რეალურად ფიგურირებენ ადამიანები პოლიციელები რომლებმაც დაიწყეს ასე ვთქვათ აი ამ საქმის წარმოება ჩვენ გვახსოვს ვიცით პატაკის ავტორი ვინ იყო თავდაპირველად ვინც ემხრობს მიმართა შემდეგ ვიცით გადაუგებელი აუცილებლობის დროს რომელმაც დადგენილება მოამზადა ჭრეკა ამოღებაზე ვინ იყო, ვინ ჩაატარა უშუალოდ ხო საქმის მასალებიდან გამომდინარე ის ჭრეკა ამოღება და ასე შემდეგ და გამოდის რომ როდესაც მათ შორის პროკურატურა მივიდა სასამართლოში, სასამართლოს ხდომის დარბაზში, როდესაც მან იშვა მდგომლა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახელზე, რასაც პატიმრობა ხდია, შემდეგ როდესაც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში სასამართლო აი ამას აკმაყოფილებდა გამოდის რომ ეს არ არის რაღაც მხოლოდ ერთი იზოლირებული შემთხვევა და ამის შემდეგ როდესაც სასამართლო მოგსამიცით რა არის ჯერ ჩვენ რა თქმა უნდა არ გვინახავს დასაბუთებული გადაწყვეტილება თუმცა ვიცით რომ სასამართლო ამბობს რომ არ იყო საქმეში თურმე არ იყო საკმარისი მტკიცებულება რასაც დაცვის მხარე ამდენი ხანია ამბობს რომ საქმეში არ არსებობდა ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება თურმე ამას დააყრდო თავისი გამომართლებელი განაჩენი ეს რას ნიშნავს ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ამდენი ხანი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან სასიხარულო ამბავი ყველა იმ ადამიანის მეც, რა თქმა უნდა, ისეც იცოდა გიორგი ახობაძის უდანაშაულობის შესახებ და მხარს უჭერდა ამ ადამიანს, თუმცა მეორე მხრივ წარმოიდგინეთ ადამიანი 8 თვის განმავლობაში თითქმის უკანონოდ იჯდა საპატიმროში და 8 თვის განმავლობაში მოსამართლე იყენებდა აღკვეთის ღონისძიების სახელს უმკაცრეს ზომას, რასაც პატიმრობა ჰქვია. ეს არ არის მათ შორის
შორის აქ იზოლირებული შემთხვევა და რატომ ვამბობთ ამას? დაახლოებით 2024 წლიდან დღემდე ხო, როდესაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი ყავს, უშუალოდ საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული, დაახლოებით 66 შემთხვევა არის. სწორად მახსოვს, აქედან 62 შემთხვევაში გამოყენებული არის პატიმრობა. რა არის ეს პატიმრობა? ეხლა საზოგადოება მისცდა ძალიან კარგად იცის და კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ეს არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ზომა, რომელიც არის ყველაზე მკაცრი ზომა და რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელი არის სხვაგვარად, მაგალითად რომ არ განადგურდეს მტკიცებულებები, მაგალითად მოწმეზე არ იყოს ზეგავლენა. და ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პროცესებს ვუყურებთ ხოლმე, რას ვხედავთ, რომ პროკურატურას განსხვავებით შეიძლება საერთოდ საქმის საერთოდ ბრალეულობა საერთოდ სხვა იყოს, სხვა მუხლი იყოს, სხვა ქმედებაზე დავებოდნენ ადამიანს, ყველა შემთხვევაში არის სტანდარტული შაბლონური განცხადება, მათ შორის აღკვეთის ღონისძიებაზე. და ყველა შემთხვევაში საუბარი არის ხოლმე იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მაგალითად მოწმეზე ზემოქმედების თათია, ერთი წუთი უნდა შეგაწყვეტნო, ბოდიში დაგიბრუნდები, ზუსტად 2 წუთში ბრიფინგია შესაძლოა, მოდი მოусმინოთ და შემდეგ დავბრუნდებით.